9 პირს, მათ შორის 8 არასრულწლოვანს არასრულწლოვნის მიმართ წინასწარ დაგეგმილი ძალადობის ფაქტზე პატიმრობა შეეფარდათ. ირკვევა, რომ წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო ეგრეთ წოდებული ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა 13 წლის მოზარდი მოტყუებით მიტოვებულ შენობაში წაიყვანეს, სადაც მას სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. შემდეგ კი მასზე ფსიქოლოგიურადაც იძალადეს. მუქარით აიძულეს მუხლებზე დამდგას დაჯგუფების ბელადისთვის ბოდიში ვიდეო ზარით მოეხადა. ეგრეთ წოდებული ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას შემდეგ, რაც დაჯგუფების წევრები 13 წლის მოზარდს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გაუსწორდნენ, ღირსების შემლახველი ვიდეო გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. დაზარალებულის ადვოკატის თქმით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და ის ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. ბავშვი არის 13 წლის, პატარა არის, არასრულწლოვანი. ბავშვის მდგომარეობა დღეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე, იმყოფება ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. მომხდარი ფაქტის შემდეგ ბავშვი იმყოფებოდა საავადმყოფოში, მკურნალობდა და დღესაც აგრძელებს მკურნალობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად მონაწილეობდა თუ არ მონაწილეობდა ამ საქმეში. ამას ვერ ვიტყვი მტკიცებით ფორმაში, იმიტომ რომ მსგავსი მტკიცებულება არ მაქვს ნანახი. ირკვევა, რომ დანაშაულის ჩამდენი 9 პირიდან ყველაზე უფროსი 30 წლის, დანარჩენები კი არასრულწლოვნები არიან. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნივთმტკიცებულების სახით მობილური ტელეფონები, ცივი და პნევმატური იარაღები და ნაცისტური სიმბოლიკით გაფორმებული ნივთები ამოიღეს. ბრალდებულებმა ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანზე, რომლემაც დანის გამოყენებით სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა დაზიანება, რის შემდეგაც ღირსების შემლახველი ინფორმაცია მობილური ტელეფონით გადაიღეს. მომხდარის შესახებ შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცავებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, რის შემდეგაც ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედებები. არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობით, ჯგუფურად და წინასწარი შეცნობით ჩადენილი დანაშაულის სასჯელის სახით 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.